მოდი ასევე ჩავწერ. ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ ახლა? რა მოვა? რა წავა და რა მოვა? უფრო ლოგიკურია რა წავა და რა მოვა, ხო? ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ ახლა? რა წავა და რა მოვა თქვენს ცხოვრებაში? ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ? ჩემო კარგებო ახლა. ნახოთ, რა წავა თქვენი ცხოვრებიდან და რა მოვა თქვენს ცხოვრებაში. ჩაიფიქრეთ სახელები და გვარები. No, ბოდიშით, თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი შედარიცხი, კონცენტრირდით მხოლოდ საკუთარ თავზე, არავისზე აღარ იფიქროთ საკუთარი თავის გარდა და მოდი ვნახოთ. ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ ახლა, რა წავა თქვენი ცხოვრებიდან და რა მოვა თქვენ ცხოვრებაში, ხო? სასიყვარულო გარშემო ხო არ გავშვით, თქვენზე არ გაინტერესებთ ხალხნო არაფერი? როგორ შეიძლება მხოლოდ სიყვარულზეც ორიენტირებული? თქვენც ხო ხართ თქვენი სიყვარულის ობიექტი საკუთარი თავის. ნახოთ. ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ ახლა? რა წავა და რა მოვა თქვენი ენერგიები დღევანდელ დღეს? ორი არკანი მინდა გავხსნა. ენერგიები დღევანდელ დღეს თქვენი როგორია? ცხოვრების რა ეტაპს გადიხართ ახლა? სადიდათ უნდა გავშალო და შევა არ გამოწეს, მაგრამ გაჩვენოთ ყველა არკანს. რა წავა თქვენი ცხოვრებიდან ორი არკანით ვნახოთ. კოშკის არკანს ვერ დავტოვებ ცარიელს და მივამატებ მესამე არკანს რა წავა თქვენი ცხოვრებიდან. ფორტუნის ბორბალი მოყვა ჩემო კარგებო და ისევ დავამატებ ერთ არკანს. კი ბატონო, 6 პენტაკლი და რა მოვა თქვენს ცხოვრებაში? ოხ, სეთი მდგომარეობა. კარგი იყოს ესე, 4 არკანით განვიხილოთ ჩემო კარგებო და ფონი. დღესაც ხდება ორიანი კვერთხები. ორიანი კვერთხები. ოიმე რა საინტერესო გაშლა გამოვა ჩემო ძვირფასებო და კარგებო და მოდი დავიწყოთ ამ ყველაფრის განხილვა. სტანდარტულად ჩემო ძვირფასებო მე დავიწყებ ფონით. ეს არის ორიანი კვერთხი. ორიანი კვერთხი, ანუ რას გვიჩვენებს, ხო? ეს არის არკანი გადაწყვეტის და სტანდარტული ხედვის ენერგია, ხო? ის გვიყვება, რომ თქვენ თქვენზეა გაშლა, თქვენ დგახართ გზაგასაყარზე და ანუ რაღაც კავშირი არსებობს, ინტერესი, ან მიზიდულობა თქვენში, რომ ახლა საჭიროა კაფიოთ განსაზღვროთ თქვენი ნაბიჯები. ეს ფონი ხშირად გვიჩვენებს, რომ ადამიანი გზნობებს თქვენ არავლენთ ახლა ღიად თქვენს გზნობებს. არსებობს ორი ვარიანტი, გზნობების არ გამოვლენასთან ერთად ფიქრობ თქვენს მომავალზე. არსებობს ორი ვარიანტი, შენი და სხვისი, ანუ რეალურად შენ და სხვა, ახლანდელი და მომავალი, გული თუ გონება, ხო? სუფევს რეალურად თქვენთან სუფევს გაყინული მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ფარული დაძაბულობა, ჩემო კარგებო. ეს დღესდღეობით თქვენთან ხდება, ხო? ეს ფონი გაძლევთ მესიჯს რეალურად, რომ არაფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ თქვენს გონებაში უკვე მოდის გეგმების სტადია, გეგმების მაქსიმუმ სტადია, სადაც ერთ-ერთი ვარიანტი მალე გაიმარჯვებს თქვენი, ასე ვთქვათ, გეგმებისა და ახლა უბრალოდ სიჩუმეა და მომავლისთვის ყალიბდება რაღაც განსაზღვრული ფორმულა. თქვენს გონებაში, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. ახლა რაც შეეხება თქვენს ენერგიებს. 10-იანი პენტაკლებიდან გამომდინარე ენერგიები, რას ნიშნავს? ხო, 10-იანი და შეყვარებულები ენერგიებს მოდი ასე ვიტყვი. 10-იანი პენტაკლები და შეყვარებულები. ეს ან თქვენ ამჟამად ფიქრობთ სტაბილურობაზე, ოჯახზე, დიდხანს, ანუ დარჩენაზე ამ სტაბილურობაში და ოჯახში, რეალურად ხო და ამავდროულად დგახართ გადამწყვეტი არჩევნის წინაშე და ამავდროულად ნახეთ მასში როგორ არის ამავდროულად სურვილი გაქვთ რომ ცხოვრებაში რაღაც გრძელვადიანი და ღირსეული შექმნა და ამავდროულად გულისხმიერი გინდათ არჩევანი გააკეთოთ სიყვარულსა და სხვა ვალდებულებებს შორის, ხო? ეს არის როგორ თქვა თქვენი სერიოზული გადაწყვეტილების პროცესი და რა თქმა უნდა ეს თქვენ ენერგიებზეც აისახება რეალურად, ხო? ცხოვრების ეტაპს გადიხართ. ვარსკვლავის არკანი, ცხრიანი კვერთხები, თასების მეფე, კვერთხების
ტუზი, აი ესეთი წყობა გვაქვს. არ ვიცი რამდენად ჩანს, ხო, აი მე მგონი ჩანს. კი ბატონო, მე მგონი ჩანს და ეხლავე გეტყვით. ამჟამად ხართ აღდგენის, განკურნების და შინაგანი იმედის ფაზაში, აი ამ არკანების, ვარსკვლავების, ცხრიანი კვერთხის, თასების, მეფის და კვერთხების ტუზის პოზიციიდან გამომდინარე. ახლა ავწეროთ ეს სათითაოდ, ხო? რეალურად ვარსკვლავის არკანი არის სულიერი გამონათება თქვენი მხრიდან ოცნებასთან ახლოს ყოფნა და სურვილების მომენტი თქვენ რომელიც გაგაჩნიათ. ხო, ცხრიანი კვერთხი არის დაღრილობა, რომელიც თქვენთან იგრძნობა. გრძნობთ, რომ ძალიან ბევრ რამეს გადალახავთ მიუხედავად ამ დაღრილობისა, მაგრამ ფრთხილად უყურებთ ყველაფერს, ანუ რაღაცნაირად დაცულად, მიზანმიმართულად, სწორად და აი რაღაც ეჭვები მაინც გაქვთ რეალურად და აქედან გამომდინარე ცდილობთ, რომ ძალიან სწორად იმოქმედოთ, ხო? თქვენი ამ ეჭვებიდან გამომდინარე. თასების მეფიდან გამომდინარე ემოციური სიმწიფე მოდის თქვენთან და თქვენ იცავთ გრძნობას, როგორ ვთქვათ, იცავთ რა, არ ავლენთ გრძნობას რეალურად, ხვდებით, გაქვთ გრძნობა, მაგრამ არ ავლენთ გრძნობას და რაღაცნაირად მაინც მიუხედავად ამისა, გაქვთ რაღაც ღრმა სიყვარული. ვინმეს მიმართ სავარაუდოდ, ხო? იმას სიყვარული ხართ ვიღაცის მიმართ. არ ვიცი ვინ არის ეს კონკრეტულად თქვენი გაშლა და არა ვიღაცის და აქედან გამომდინარე ვიღაცას ყოველ ფაქტორს ხედავთ რა თქმა უნდა და გაქვთ გრძნობა, კი ბატონო. ბევრი არკანია საიმისო, რომელიც მე წარვადგინე და კიდე წარვადგენ, რომელიც გვეუბნება, რომ ხართ გრძნობებში გადავარდნილი. კვერთხების ტუზიდან გამომდინარე, თქვენ უკვე მზად ხართ გადადგათ ნაბიჯი, იბრძოლოთ, დაიწყოთ რაღაცა ახალი მთელი ენერგიით, ცეცხლოვანი ენერგიით, მოკლედ და მონტომებული ხართ, ხო? ეს ფაზა რეალურად ასახავს, ხო? რეალურად რა ეტაპს გადიხართ ახლა ეს ფაზა ასახავს რომ თქვენ უკვე გადალახეთ ბევრი სირთულე მაგრამ ახლა ხართ როგორ იცით ენერგიით სავსე მომზადებული ხართ გულით და სულით მზადყოფნაში ხართ და გსურთ რომ ყველაფერი იყოს რეალური და არ იყოს ეს ყველაფერი თამაში. ანუ რეალობა გინდათ რომ ყველაფერი იყოს და ნაბიჯებსაც აქტიურად და თამამად გადადგავთ და აპირებთ კიდევაც რომ ეს გააკეთოთ და აკეთებთ კიდევაც, ხო? რა წავა თქვენი ცხოვრებიდან აი ესე ავიღებ არკანებს და დაგანახებთ. ეს არის პენტაკლების დედოფალი, კოშკი, ფორტუნის ესე დავიჭერ კარგად ნახოთ. პენტაკლების დედოფალი, კოშკი, ფორტუნის ბორბალი და ექვსიანი პენტაკლები. ერთად ამ ყველაფრის წყობა გვაძლევს ესეთ რაღაცას, ხო? აქ მე პირდაპირ გეტყვით, ხო? აი კანულად იწემინდებით, გარდატეხვის აი როგორ ვთქვათ, გარდატეხის გზაზე დგახართ ახლა წმინდებში. მე შემეკამათება. აი პირდაპირ გეტყვით, კანმული განწმენდის გზაზე დგახართ, მოკლედ შემოკარგებო, კარმა იწმინდება თქვენ და გარდატეხის პროცესი მიმდინარეობს თქვენს ცხოვრებაში, ხო? როდესაც რაღაცა მიდის, რაღაცა უნდა წავიდეს და როგორც კი ეს მოხდება, აი ეს კანული განწმენდა მოხდება. პენტაკლების დედოფალი, ანუ მიდის ის ეტაპი პენტაკლების დედოფლის მიხედვით, სადაც მხოლოდ თქვენ ზრუნავდით, თქვენ დებდით მთელ ენერგიას, ხო? სტაბილურად თქვენ იყავით ყველაფერი, აი იქ, სადაც იყავით, ხო? ეს ყველაფერი წავა, იმიტომ რომ ეს არის წამებით შენარჩუნებული, რასაც თქვენი ნარჩუნებით, მხოლოდ თქვენ იყავით აქ, აი არაფერი სხვა დამხმარე, ვინმე დამხმარე არ ყავდათ, მხოლოდ თქვენი ენერგია იყო, ხო? ეს ყველაფერი მიდის, როცა ამ ხრივია ეს ყველაფერი. კოშკი არის რა? ყევა, მტკივნეული აღმოჩენა, ან გრევა, ხო? რაღაცას როცა აღმოაჩენთ, აი ტკივად უცაბედი, მოულოდნელი, ხო? მაგრამ ეს საჭიროა, რომ მოხდეს, იმიტომ რომ რაღაც ურთიერთობის ფორმა ან შინაგანი დამოკიდებულება ირღვევა და ზუსტად ის, სადაც თქვენ მარტო ცდილობთ ამ ურთიერთობისთვისო ყოფილიყავით აქ, ის მიდის რეალურად, ხო? შემდეგი არკანი არის რეალურად ფორტუნის ბორბალი, ხო? ეს არის ცვლილება. კარმა, ხო? კარმული ცვლილება, რაც მოულოდნელიც კი არის, მაგრამ აი თქვენ სივრცეს გაათავისუფლებს ხალხო იმ რაღაცა გრევებისგან და ტკივილებისგან, რომელიც თქვენ ცხოვრებაში ასე თქვა ბუდობდა სტაბილურად და ვერ თავისუფლდებოდით ვერანაირად, ხო? ექვსიანი პენტაკლებიდან გამომდინარე მიდის არათანაბარი თქვენში. ნახეთ აი ზუსტად მაგის თქვა, იმიტომ და პენტაკლების დედოფალი და კოშკი და ეს ყველაფერი, ხო? ისე და ისე მოწობს რა მიდის, ხო? სადაც იყო არათანაბარი გაცემა მიღების
ფორმულა, ხო? ასე ვთქვათ, სადაც თქვენ უფრო მეც აძლევდით და უკან ნაკლებს იღებდით და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა განგრევდათ და ეს ყველაფერი რეალურად კარმულად გაიწმინდება, კი, მოულოდნელი იქნება ძალიან, მაგრამ საჭირო იქნება თქვენს ცხოვრებაში და ეს არის კარმული ციკლი, რომელსაც თქვენ გაივლით აუცილებლად და ეს კარმული განწმენდა თქვენს ცხოვრებას საერთოდ ასე ვთქვათ გადაატრიალებს თავიდან ფეხებამდე სულ სხვანაირი გახდება, ხო? და რა მოდის, რაც მოდის იქიდან გამომდინარე ამ კარმული ცვლილების შემდეგ, მინდა ვთქვა რომ ეს არკანები მხელარო ვერ ვიტევ ხელში. რა არის, ხო? რეალურად, მოკლედ, რაც წეგან ვისაუბრე, რას ნიშნავს წარსულის ურთიერთობის მოდელი, სადაც თქვენ გიყვარდათ, ზრუნავდით, გასცემდით, მაგრამ მეორე მხრიდან არ მოდიოდა იგივე, აი ეს ყველაფერი ქრება და მიდის და რა მოდის, ხო? რა მოვა თქვენ ცხოვრებაში, ეს არის მზის არკანი, ეს არის რვიანი კვერთხები, ეს არის ზომიერების არკანი და სამიანი თასი. ეს არის რაღაც ფანტასტიკური წყობა, რა გელოდებათ გეტყვით ახლავეს. მზის არკანის მიხედვით, სიხარული, აღიარება, ნათელი სიყვარული, კომუნიკაცია, ღია კომუნიკაცია და ბედნიერება, რვიანი კვერთხიდან გამომდინარე, სწრაფი განვითარება ამ ყველაფრის, ხო, როცა წავა ეს ყველაფერი და დასასვლელია, უცებ, მალევე განვითარდება რაც მოსასვლელია, იმიტომ რომ აქამდეც უნდა მოსულიყო და იმის გამო რომ თქვენ ინარჩუნებდით იმ ყველაფერსაც დასასვლელი იყო და არ უშვებდით, ხომ ეს ყველაფერი ვერ მოდიოდა და უკვე დრო უწევს, ხო, იცით რომ მოვიდეს, აი ესე უცებ განვითარდება ეს სიახლეები, იქნება სწრაფი და ზუსტი მოძრაობა, მიზან მიმართული, შესაძლოა მოულოდნელი შეტყობინებები და მოვლენები თქვენს ცხოვრებაში, რაც რვიანი კვერთხებიდან არის გამოვლენილი, ხო? რაც ვლინდება რვიანი კვერთხებიდან. ზომიერების არკანიდან გამომდინარე, მოდის თქვენს ცხოვრებაში ჰარმონია, სიმშვიდე, ემოციური ბალანსი, სტაბილური და სუფთა კავშირი, რაც თქვენ სულს და გულს ნამდვილად სჭირდება, სადაც გაცემა, ასე ვთქვათ, მიღების ფორმულა იქნება დაბალანსებული, ხო, პრინციპი იქნება დაბალანსებული სამიანი თასებიდან, რაც მოდის ყველაზე მეტად, რაც მომწონს, ეს არის სიხარული, შეხვედრები, ერთობა, შესაძლო შერიგება, არ ვიცი, შესაძლებელია წარსულიდან პარტნიორთან შერიგება, ოღონდ ეს არ იქნება ის ვისგანაც წავხვალთ ამჟამად, ხო? ან რაღაც საერთოდ ისეთი, რაც საზეიმო იქნება და ბევრი ზეიმი იქნება თქვენს ცხოვრებაში, ხო? მოკლედ, ახლა რა შემიძლია ვთქვა? ახლა თქვენ ხართ ემოციურად მომწიფებული, ღია სიყვარულისთვის და ფრთხილობთ, მაგრამ მაინც ფრთხილობთ რეალურად ამ ყველაფერში. მიდის არათანაბრობა თქვენი ცხოვრებიდან დამღლელი ურთიერთობის ძველი ფორმა, წარსულის ტკივილი, როგორც ასეთი, კიდე რა შემიძლია ვთქვა, რა მოდის, ხო? რეალურად ნათელი სწრაფი განვითარებადი ემოციურად დაბალანსებული კავშირი შემოკარგებო, რომლებიც სიამოვნებას მოგიტანთ რეალურად. ნუ აი თქვენ უკვე როგორ ხართ იცით აი არჩევანზე და ოჯახის თემის თან დაკავშირებით როგორ ფიქრობთ იცით რომ აი სერიოზულად ხართ განწყობილი და იმ ურთიერთობაში სადაც ახლა ხართ იცით რომ ეს ყველაფერი არ მოგიტანთ სერიოზულობას და ვერც ოჯახამდე ვერ მიგიყვანთ რა და თქვენთვის ეს არის საჭირო რა ენერგიებში როგორ 10-იანი პენტაკლები და შეყვარებულები გინდათ რომ იყოთ პირველი ეს ამოდის მაგრამ არა ნუ არ გაძლევთ ეს დღევანდელი მდგომარეობა ხო არ მინდა მკაფიოთ ისე ურთიერთობებზე დავიწყო საუბარი მაგრამ ურთიერთობების ფაზა აქვს რეალურად და დღევანდელი ურთიერთობა რომელიც არ გაძლევთ სტაბილურობას რა რეალურად არ გაძლევთ სტაბილურობას და ეს დღევანდელი და წავიდეს რომ თქვენთან მოვიდეს აი ეს ენერგია სიყვარულით მოვიდეს ეს ენერგია რომელიც სტაბილურობაში გადაიყვანთ შემოკარგებო რაღაცნაირად მგონია რომ ძალიან კაი გაშლა გამოვიდა მშვენიერი ძალიან გმოყოფილი ვარ მე ეს არის რეალობა ტკივნეული რეალობა რომ რაღაცა ძველს უნდა დაიმშრობა რომელიც ასე ძალიან გიყვარს შეჩვეული ხარ და უკვე მზად ხარ რომ გაუშვა ტკივნეულია კი მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის რომ გაუშვა ძველი და ახალი მოვიდეს თუნდაც ახალი იმედებით შემოკარგებო და ძვირფასებო